მოკლედ ხალხო, დღეს მინდა ვისაუბრო dating life-ზე. აი, ოჯახის შექმნაზე მინდა ვისაუბრო, აღარა ვარ პატარა. ალბათ გონი ვართ. ერთხელ ერთმა ბავშვმა მითხრა, უფრო კონკრეტულად მერვე კლასელმა ბავშვმა მითხრა, რომ ой, მოიცა, შენც ხომ მერვე კლასში ხარ? და მეთქი ხო, შვილო, მერვე კლასში ვარ, არა, ვიყავი 1-10 წლის წინ ალბათ, მაგრამ რა ვიცი. მადლობა. მაგას უკვე შეჩვეული ვარ, ყველაზე ძალიან პატარა მგონი ვარ. არა, მიხარია, განაცუდიო, რომ ძალიან სხვადასხვა ისტორიები მაქვს, რაც ჩემს ასაკთან დაკავშირებით. და მე ჩემს ასაკს რო გაიგებენ ხოლმე, მოიც არ გათხოვდი? არა, არ გავთხოვდი. მაგრამ იგი დიდიც კი არ ვარ, უკვე რო ძალიან გვიანი. ჩემ dating life-ს კი არ მოგიყვებით, კაცო, იმიტომ რომ არ მაქვს რა მოგიყვეთ. არაფერი ამსაყვართ, არა მოგიყვებოდით, მაგრამ სიამოვნებით მოგიყვებოდით თან, იმიტომ რომ რავი. მაგრამ არ ის უკვე პირიქით მეუბნები, რამე მოყევი, არაფერი მაგ მოსაყვართ. ჩემ მესეჯებს რო გადახედო, რო შეხვიდე სადმე Instagram-ში, შეგეცოდებით მართლა. შეგეცოდებით, იმიტომ რომ არავის nobody loves me. Okay. I don't care. Well, whatever. So. ოჯახის შექმნა მაშინ უნდა მინდოდეს, როცა გვერდით ვიღაც მეყონება და ვიფიქრებ, რომ ეს ადამიანი, რომელთანაც ოჯახის შექმნა მინდა, ხო, მაგრამ არ მყავს არავინ და მაგრამ მაინც მინდა ოჯახის შექმნა. იმიტომ რომ რა ვიცი, მინდა რა აქვს ცუდი მხარეები ამ ყველაფერს, როდესაც ტვინს გიჭამენ, რომ შეყვარებული რატო არ იყავს და რატო არ თხოვდები და ამ შემდეგ ის მხარე არის ცუდი, როცა დედაშენი და მამაშენი გეუბნებიან, რომ აი როდის ხარ? როდისღაც არ მეუბნებიან, მაგრამ რა თქმა უნდათ რა, ეხა უფროსი შვილი მე ვარ და რა გინდათ მეზობლებო. უფროსი შვილი მე ვარ და რა თქმა უნდა, ეხა შვილი უნდათ და მაგაზე მწყდება ხოლმე გული რა, ზირთად არ უყურებენ იმედი ამას ჩემი ძალიან ახლო ადამიანები. ოჯახში მეგობრები. იმედი არ უყურებენ ხო, მაგრამ ხო აი მართლა მაგაზე მიფიქრება ხოლმე ზირ პირველი რაც მახსენდება რომ ცუდი და საშინელი გრძნობა არის ეგ რომ თემეუნებიან რომ აი ხომ და მოვესწროთ შვილი თუ რაღაცა ძალიან სევდიანია ეგ მართლა და უფრო მაგაზე მიფიქრება ხოლმე რომ აი ხო ვიცი აი მეც მინდა კი შვილი იცით როგორ მინდა აი ძალიან მინდა მართლა აუ ძალიან მკაცრი დედა ვიქნები მაგრამ მართლა მინდა რომ შვილი მყავდეს და ოჯახი და ასე მინდა მართლა მინდა ოღონდ რა თქმა უნდა როდესაც დრო იქნება და როდესაც სწორ ადამიანს შევხვდები მხოლოდ მაგ შემთხვევაში მანამდე შეიძლება ვერც შევხვდე, არ ვიცი, არ მაქვს ეგ მე რომ ვიღაცისთვის არის დაბადებული. ანუ შეიძლება არის, მაგრამ შეიძლება ვიღაც ვერ იპოვოს რა, ერთმანეთი ვერ იპოვონ და ეგ ძალიან სევდიანია. წინა ვიდეოში როგორც ვახსენე და აღვნიშნე, ჩემი ყველაზე დიდი შიში არის რომ ცხოვრების ბოლომდე მარტო არ დავრჩე. და ნუ ამ შიშიდან გამომდინარეც მაქვს ეს რომ მინდა ოჯახის შექმნა. ეხა ძალიან ისე ხარ ლაპარაკობ რომ ნეტა გავთხოვდე არაირე არ ვარ მაგრამ მართლა მინდა რომ ანუ სწორ ადამიანს შევხვდე და სწორად განვითარდეს ყველაფერი რა მაგისტვის რას ვაკეთებ ხა რომ მკითხოთ არაფერს არ ვაკეთებ მაგრამ არც მგონია რომ რამე უნდა გავაკეთო არ უნდა გავაკეთო არ ვიცი რა უნდა გავაკეთო აბა მითხარით დამიწერთ რჩე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო მაგრამ ფაქტია რომ არაფერს არ ვაკეთებ რა ეს ჩემი ნახატი შეხოთაშორის მე დავხატე და კიდე რამდენიმე ნახატი მაქვს და სოციალურად გამოვაჩენ ხოლმე ვიდეოებში 1-7 მგონი ანუ მინიმუმ 7 ვიდეო უნდა დაიდოს მაგ ნახატების გამო მაგრამ ყველაფერი შეიძლება არ მოხდეს შეიძლება ეს არ ხდება მოკლედ ხო დაუბრუნდეთ ახლა იმას ADHD მაქვს კი ალბათ დაუბრუნდეთ ახლა იმას რომ ხო მართლა მინდა რაღაცა სწორად მოხდეს ჩემს ცხოვრებაში რაღაც რა ეგ ხო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია როდესაც ვიღაცას შეხვდები და ოჯახის შექმნას გადაწყვეტ ეს არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ერთ-ერთი მაინც რა ვიცი ოჯახის შექმნა როგორ რაღაც არა მით უმეტეს გოგოსთვის ალბათ იმიტომ რომ ბიჭი რო ცხოლს მოიყვანს შეიძლება რომ მშობლებთან იცხოვრონ ხო და რაღაცა იგივე ოჯახში დარჩეს ბიჭი მაგრამ გოგო შეიძლება დარჩეს იგივე ოჯახში ეს გავა მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა გულის ხომ შეიძლება ძალიან ცუდად გამომდის რას ვამბობ მაგრამ იმედი მაქვს სწორად გამიგებთ რასაც ვიძახი გოგო როცა თხოვდება ხო მიდის ბიჭის ოჯახში და ანუ ოჯახს ტოვებს რა ყველა ვარიანტი შეიძლება ცალკეცი ცხოვრო და არა ბიჭის ოჯახთან მაგრამ შეიძლება კი არა უეჯველი ცალკე უნდა ვიცხოვრო მე იცოდეთ ეგ
არ მეყვარს თანაცხოვრება ბევრ ადამიანთან. ეხლა მე და ჩემი ძმა რო ცხოვრობთ, ეგეც კი მინჯერს გებიცე. აი რაღაცას რო არასწორად აიღებს და იქ არ დადებს, მაგაზე გვაქვს ჩხუბი 24/7-ზე. რომ ისწავლე წესრიგი ღმერთო არა. არ უნდა და არ სწავლობს. კაი. ანუ ვერ სწავლობს, არ ვიცი. მაგრამ ჩემი ძმა იმდენ შრომობს, რომ არა უშავს, მაგასაც პატიობ. ვეჩხუბები, მაგრამ პატიობ რა. ხო და იმას ვამბობდი, რომ აი ხა მე რო გავთხოვდი წარმოვიდგინე და წავა ხო უცხო ოჯახი, აბსოლუტურად უცხო ოჯახი. ხო მე რა ვიცი ვისთან, მე რა ვიცი რა როგორ არ ვიცი, ხო უცხოს კი არ მივყევი, მაგრამ ეხა ხო არ წარმოვიდგენია, რომ მე შეიძლება ვიღაცის ოჯახში ვიცხოვრო. მე რა ვიცი, შეიძლება ვიღაც ჩემი კარის მეზობლის. Oh no. არ მყავს მეზობლები. არ ვიცნობ უბრალოდ. ხო და გოგოსთვის აი რაღაცნაირი არის რა. ეხლა რა თქმა უნდა ბიჭის ოჯახისთვისაც რთულია რომ უცხო გოგო შემოდის, უცხოში ხო ხვდებით ხარ როსკულის ხომ თალ უცხო არა, მაგრამ აი მაინც სხვა არის ხო? სხვა ოჯახიდან მოდის ვიღაც გოგო ჩვენს ოჯახში და რაღაცნაირი არის რა. ანუ წარმოედინე რა. Oh my god. Okay. ხო და არ ვიცი ხა როდის გავთხოვდები თუ რას ვიზამ, მაგრამ თავარია რომ სწორ ადამიანს შევხვდე. სხვათა შორის მე მეგონა რომ ძალიან მაღალი სტანდარტები მქონდა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ბიჭმა მეგობარმა მართლა მეგობარმა იმიტომ რომ შეყვარებული ყავს მაგ მეგობარს რაღაცებს ვაპარაკობდით და რო ჩამოთვალე რომ მეთქი ჩემთვის ეს არის მაღალი სტანდარტი და რაღაც რა მაღალი სტანდარტი გოგო შენ დებილი ხო არა ხარო ხოდა თურმე არ მქონია მაღალი სტანდარტები მართლა მე იგი არის bare minimum-ი რასაც მე ვითხოვდა ვიღაცებს მარა გონიათ რა იქ მაღალი ანუ მანქანის კარის გაღება მაღალი სტანდარტი რატო არის გეხვეწები აი კი არ ვითხოვ მაგრამ სასიამოვნოა რა მაგრამ აი 10-დან 10 რო იყოს და მანქანის კარი რო არ გამიღოს არ დავშორდები ეგრევე მაგრამ ვეტყვი მაგრამ არ მიყვარს აი იცით რა რატო არ მყავს შეყვარებული იმიტომ რომ იდეალურს ვეძებ მაგრამ იდეალურში არ გულისხმობ იმას რომ 10-დან 100 უნდა იყოს თუ გინდა 10-დან 10 უნდა იყოს მაგრამ თავარი თვისებები რაც უნდა გააჩნდეს არის პატივისცემა ერთგულება თავისთავად ცხადია მაგრამ აი ისეთი უნდა უყვარდე როგორიც ვარ რა იმიტომ რომ ცოტა უტანელიც ვარ რაღაც მომენტებში მაგრამ თანაც აი რომ წარმომიდგენია რომ აი როგორ შემიძლია არ ვიცი შეიძლება ჩემთვის ამას არ ნავადე მაგრამ მე მგონია რომ შემიძლია რომ აი ადამიანი ისე შევიყვარო რომ აი თავი დავკარგო მაგრამ არა თავს არ დავკარგო ჩემ თავის მეყვარება თუმცა აი იმ ადამიანისთვის ვისაც შევიყვარებ გავაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს რა ოღონდ ეგ ადამიანი ერთადერთი იქნება თუ მე რაღაც მაგ ადამიანის მართლა ყველაფერს გავაკეთებ და მე ისე მოხდება რომ ეგ ადამიანი ჩემს გვერდით აღარ იქნება მე აღარავის შევიყვარებ ეგ აი ზუსტად ვიცი ეგ მართლა ზუსტად ვიცი იმიტომ რომ ანუ ჯერტი მეორე შანსის არ მჯერამე და მეორეც კი რა ხაზრი აქვს ერთხელ თუ გააკეთეს ადამიანი იმას აუცილებლად მეორედაც გაიმეორებს მე მაგის მჯერა რომ აუცილებლად მეორედაც გაიმეორებს რაც არ უნდა გააკეთოს რა ელემენტარულად არ ვიძახი ხა მანქანის კარი არ დავმიღოს და დავშორდე არა მაგრამ აი როცა შევიყვარებ ადამიანს ვიზრუნებ მასზე პატივს ვცემ ყველგან დავიცავ მოვუვლი აი მე რაღაც ცუდს გააკეთებს ეგ ძალიან დიდი გულისკენა იქნება და შანსი არ არის რომ მეორე შანსი კიდე მივცე ანუ უბრალოდ არ არსებობს რა ამიტომ ვეძებ სწორ ადამიანს და ცოტა რაღაცსაც რო დავინახავ ხოლმე რომ ისე ვერ მიდის კონტაქტს წყვეტ თუმცა როგორც უკვე გითხარით მაინც არავის არ უწერ და არაფერიც არ ხდება შემიძლია დაგესკრინოთ მართლა ხო ეგ ძალიან ცუდი არის მე მგონია რომ აი ბავშვობიდან არიან ვიღაცა ადამიანები რა ისეც ვიცნობ რა ის სულ ვიღაცას ხვდებიან თუნდაც შეყვარებულს არ არქმევდნენ მაგრამ სულ ვიღაცას ხვდებიან მაგრამ კიდევ ვიცნობ ისეთი რომ ეს შეყვარებულები რო ქვიათ სულ რა შეიძლება ორი თვე იყვნენ ერთად მაგრამ იმ შეყვარებულები ქვიათ და ყველანაირი ურთიერთობები აქვთ და მე როცა შორდებიან ხო და ეგეთები მოდიან მგონი ბავშვობიდან აი რაღაც 12-13 წლიდან ინდივიდუალური ალბათ მაგასაკიდან რო იწყებენ უკვე დეითობანას და მოყვებიან და მე მარტო ყოფნა აღარ შეუძლიათ რა
და მე ეგრე არ მოვყევი, ანუ თავიდანვე არავინ არ იყო თავიდანვე. და შესაბამისად რო არასნი ეს არ იყო შესაბამისი სიტყვა. თავიდანვე რო არავინ არ იყო და მიჩვეული არ ვიყავი რომ აი ვიღაცებს წერდი ან სულ ვიღაცს ვეკონტაქტებოდი და სულ ვიღაცს ხვდებოდი. მე რაღაცნაირად ისე გავიდა დრო, აი ძალიან უცებ გავიდა დრო რა. და მივხვდი რომ მარტო ყოფნა შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მომწონს. ღამეები მიჭირს. ძალიან ძნელი არის მართლა რა, სახში რომ მოდიხარ და არავინ არ გხდება, აი რაღაცა ისეთებო. მართლა გეუბნები და ხონდომას არ ვხუმრო. სირცხვილ. განარამეს ვითხოვ, არაფერს არ ვითხოვ. Oh my god, you're so single. არაფერს არ ვითხოვ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ შევხვდე უკვე მზად ვარ, ჯერ არ ვარ მზად. ალბათ რადის ვიქნები მზად რა. აი 100%-ით არ ვარ მზად, მაგრამ იცი რა, მე მირჩევნია რომ ეხლა შემხვდეს ვიღაცა და შევუყვარდე ისეთი როგორც ვარ და რაღაც ეტაპები ერთად, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა უკვე გადაახული მაქვს მარტო რა და ეხლა რამდენიმე წელს ვიღაცა შევხვდები, იმიტომ რომ ეხლა კიდე რაღაც გადაახვის პროცესში ვარ და ამ რაღაცებს რთულ მომენტებს რო გადავლახავ ცხოვრებაში და მე გამზადებულზე შემხვდება ვიღაც, შეიძლება ეგ ისეთი ნაყოფიერი და საფუძვლიანი ურთიერთობა არ იყოს რა. იმიტომ რომ მე მგონია რომ როდესაც ერთად გადავახავთ ძალიან ბევრ სირთულეს, ეგ ურთიერთობა ბევრად უფრო საფუძვლიანი არის და ნოყიერი და მყარიანი არის ვიდრე აი უკვე რომ ორივემ რაღაცები თასაკე გადავახეთ, რაღაცები თვითონვე ისწავლეთ მარტო ყოფნის დროს და მე ერთად ახლა what am I doing here? აი რა გავაკეთოთ ახლა მართლა. ეგ შეიძლება ეგ ურთიერთობას რა თქმა უნდა ახლა კარგი იყოს, მაგრამ ის მგონია რომ ბევრად უფრო მყარი იქნება რა, იმიტომ რომ ერთად რო აკეთებთ, ერთად სწავლობთ და ერთად უკეთესად შეიცნობთ რა ერთმანეთს. და ეგ ძალიან კაია. მაგრამ რაღაც აი ადრე მქონდა ხოლმე რაღაც სტანდარტები, რომ აი ბიჭს თუ ჩაი არ უყვარს და ყავა უყვარს, არ მომწეროს. ეგეთი დებილობები მქონდა ხოლმე ადრე, მაგრამ ეხლა აღარ მაქვს. ეხლა მარტო ის მაქვს, რომ მინიმუმ ჩემზე პატარა არ იყოს. Sorry. ხო, ეგეც იცი რა, ეგ კი სასურველია რომ ჩემზე პატარა იყოს, მაგრამ არიან ეხლა ვიღაცა 20 წლის ბიჭი 30 წლის აზროვნებით. არა. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ნუ ჩემი ტოლი იყოს, მაგრამ ცოტა ისე აზროვნებდეს, რომ არ ეთყობოდეს ასაკი. მე რო შემხედავ, ეხლა 16 წლის შეიძლება გეგონო, მაგრამ ხო არ ვარ 16 წლის. ნუ შეიძლება მეც არ ვაზროვნებ ჩემი ასაკისას და კიდე უფრო პატარად ვაზროვნებ ვიდრე ჩემი ასაკი, მაგრამ მე მგონია რომ აი ცოტა უფრო აი არ ვიცი თანასწორობა რა თქმა უნდა იყოს, მაგრამ კაცს რაღაცები უნდა შეეძლოს ცოტა მეტი ვიდრე მე. უბრალოდ რაღაც სფეროში რა. ეხლა მე რომ რაღაცა მანქანის დაშლა შემიძლია, მაგასაც უნდა შეეძლოს, იმიტომ რომ მე შემიძლია და მაგას რატო არ უნდა შეეძლოს ბოდიში. არა, საერთოდ home wife-ობა მინდა, მაგრამ ისე არა რა, რომ აი კაცი რომ თელ დღეა გასული და მარტო საღამოს ხედავ და რაღაც ეგ არა, მაგას არ გulis. აუ, ვაიმე ხა რა არასწორად გაიგებ, მაგრამ ვინ გაიგებს? ხო მაინც არავინ უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ მე რა მინდა, ეხა და რას ვითხოვ, ეხა მაგას გეტყვით რა. სწორი ადამიანი მჭირდება ცხოვრებაში, ვინც მცემს პატივს, ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ, სასურველია რომ ეხლავე შემხვდეს რომ რაღაცები ერთად გადავლახოთ, როგორც უკვე ვთქვი. და სასურველია რომ პროვაიდერი იყოს რა. ხო და პროვაიდერი თუ იქნება რაღაც, ანუ შემიძლია რომ განა უნდა მითხრას რომ შენ ეს გააკეთე და სახში დარჩი და შედი კუხნაში, არა ეგ არ უნდა მითხრას, ეს ჩემი არჩევანია. მე მინდა რომ სახში ვიჯდეთ და საჭმელი გავაკეთო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმას არ გულისხმობ რომ თემი ქმარი მთელი დღე და კვირაში 7 დღე გასული უნდა იყოს 9-დან 10-მდე თუ 10-დან 10-მდე და მარტო საღამოს ხედავ, არა ეგ არანაირად არ მინდა რა. რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გავატაროთ ერთად, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი
ვიღაცების გამოსცემლების საფუძველზე ვიძახი ამას და მეც მგონია რომ ესე ვიქნები რომ მთელი დღე სახლში კაცი აუტანელი იქნება. უნდა გავიდეს ხო რა თქმა უნდა იმუშაოს. მეც უნდა ვიმუშაო, მე შემიძლია სახლიდან ვიმუშაო. არა, შეიძლება არც ვიმუშაო სახლიდან და გავიდე და მეც ვიმუშაო, მაგრამ უარს არ ვიტყვი იმაზე, რომ stay at home life იყო. აღარ ვიმუშაო სახლიდან. მაგრამ თუ შეიძლება ეგ ეხა ვფიქრობდა და მე შევიცვალო, მაგრამ აი სახლში ყოფნა, აი იმიტომ ამბობ ამას, რომ სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს და არ მიყვარს გარეთ ყოფნა და ეს ოფისური სამსახურები და რაღაცები არ მიყვარს რა. თუ გარეთ გავდა ვიმუშავე, მაშინ ბოსი უნდა ვიყო. ბოდიში დიდი ეგო მაქვს, ბოდიში დიდი ამბიციებიც მაქვს. შეიძლება ტრაკი არ მაქვს ჯერ, ამაზეც ბოდიში. ამ სიტყვაზე. მაგრამ ხო, ეგ მინდა და რა ვქნა. ხო, ამის გამო შეიძლება მე კიდე ალბათ ჩემი აზრების გამოც ვიღაცებს მაგიტომ არ მოუწონო არ ვიღაცებს რა ანუ არავის რა ანუ იცით რა ჩემი პრობლემა იცით რაშია რომ იმას ვერ ვამბობ რასაც ვგულისხმობ თან კიდე ის მინდა ვთქვა რომ ჩემი გაოცება ეგეთი მარტივი არ არის რა აი გული არ ამიჩქარდება და მუცელში პეპლები არ დამიფრინა და დაიწყებენ ფრენას იმის გამო რომ შენ მითხარი რომ აუ რა ლამბეჯი ხარ აუ შენ ჩემი ოჩხენების გოგო ხარ არაფერს არ ნიშნავს მით უმეტეს რომ მომწერ რა აი კაი რას მწერ გამოდი და ვნახე არავის არ გულისხმობ მარტო დედას გეფიცები თუ იმას გულისხმობ და უბრალოდ ვიძახი მაგალითის სახით რომ ანუ თუ მომწერ რაღაცას რომ და მეტყვი და ამავსებ კომპლიმენტებით არაფერს არ ნიშნავს მართლა ჩემის თუ საქციელით არ დამტკიცე რა ანუ აზრი არ აქვს რა და მაგიტო ვფიქრობ მე რომ მაღალი სტანდარტები მაქვს იმიტომ რომ ეხა მაგას უფრო აკეთებენ რა უშუალოდ ძალიან დიდი ტექსტები მოგწერონ და არაფერი გააკეთონ რა მაგრამ აი იცით რა არის არავინ ისეთი თავაზიანი მოსიყვარულე კეთილი და კარგი და green flag-ი და 10-დან 10 არ იქნება შენს მიმართ როგორც ბიჭი სანამ რაღაცაზე დათანხმდები და იცით ეს რაღაც რას ნიშნავს გინდა one night stand გინდა two night stand გინდა რამდენი მაგრამ one უფრო რა სანამ არ დათანხმდები მაგაზე და ყველა ბიჭს ძირითადად ეგ უნდა და აი იმისი რაღაცაში დავრწმუნდი რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს რა იმიტომ რომ მინახავს პატარა ბიჭი დიდი აზროვნებით დიდი ბიჭი პატარა ბიჭის აზროვნებით რა სამწუხაროდ მინახავს ხო და ფრთხილად იყავით გოგონებო მე ძალიან ფრთხილად ვარ და ეს ჩემი კარგი თვისებაა მაგრამ შეიძლება არც არის კარგი იმ მხრივ რომ არ მაქვს გამოცდილებები რა და ეს ჩემი გამოცდილება მაგრამ შეიძლება იყოს იმის გარანტია რომ მარტო ვიყოს სულ და ჩემი შიში ახდეს მაგრამ არ მინდა მარტო ყოფნა არია ცხოვრების ბოლომდე არ მინდა მარტო ყოფნა მაგრამ როდის შევხვდები თუ ოდესმე აი გარანტია რომ მქონდეს როდესმე ვიღაცა შევხვდები სწორ ადამიანს ეხლა მშვიდად ვიქნებოდი მაგრამ დრო ისე სწრაფად გადის რომ აი ნუ ეხლა რო წარმოვიდგე 3 წლის წინ ზუსტად ამ დროს წავედი 4 დღის წინ 3 წლის წინ ანუ 1 აგვისტოს წავედი გერმანიაში და იქ ისეთ რაღაცებს ვფიქრობდი მართლა რომ ჩამოვედი რომ ბუმ რაღაც ძალიან ბევრი რამე შეიცვალა რა იმდენ დაბკორებას გადავაწყდი ჩამოსვლის შემდეგ თუნდაც ამ საკითხშიც რომ I'm still in shocked baby girl ხოდა არაფერს არ ვითხოვ კი არა და ვითხოვ რაღაცებს ვითხოვ მაგრამ იმას არ ვითხოვ რომ აი ნეტა გავთხოვდი და რაღაცა მაგრამ აი სწორ ადამიანში ვითხოვ სტანდარტებში ვითხოვ რაღაცას რა და რომ მეუბნებით რომ დაწია შენი სტანდარტებიო ჯერ ერთი აღმოჩნდა რომ არც მაქვს მაღალი სტანდარტები და რაც მაქვს ეგეც რო დავწიო არ მინდა აი კი მომხმობ რომ მირჩევნია ცხოვრების ბოლომდე მარტო ვიყო ვიდრე ჩემი სტანდარტები დავწიო მეთქი მაგრამ მე ცხოვრების ბოლომდე და მარტო ყოფნა არ მინდა და თან ჩემი სტანდარტების დაწევაც არ მინდა მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე არც თუ ისეთ მაღალი სტანდარტები მაქვს რა და თან იცით რა მეგონა რომ მეგონა რომ სულ ვიყავი რაღაც men hater თუ რაღაც ეგეთი რომ აი ყველა კაცი ერთნაირია ყველა კაცი მძულ არ ვარ ეგეთი ბოროტი სინამდვილეში რა აი მართლა არ ვარ ეგეთი
სინამდვილეში, ეგეთი ბოროტი, როგორც მეგონა რომ მეზიზღებოდნენ კაცები, ანუ არავინ არ მეზიზღება რა, პუტინს თუ არ ჩავთვლით, პუტინი ხო ყველას გვეზიზღება, ეხლა მაგაზე ვთანხმდებით, მაგრამ კიდე მეზიზღება ერთი ადამიანი. მართლა მეზიზღება მაჟრიანებს. ხო და ის რა ქვია, აი კაცები რო ყველა ერთნაირად რაღაცა მეზიზღებიან და რაღაცა, არა, სინამდვილეში არ ვარ ეგეთი. მაგრამ ისეთი კაცები არსებობენ ამ თაობაში გინაცვალე რომ რა ვიცი მიწევს რომ ეგრე თქვა თორე საერთოდ არ ვფიქრობ ეგრე არ შეგიძულებ და ანუ არ ვიქნები შენთან უხეში თუ სწორად იმოქმედებ და სწორი მოქმედება რას ნიშნავს ალბათ გაინტერესებთ უბრალოდ იდიოტიზმის ნუ გამომიჩენთ რა დებილობებს ნუ მეუბნებით რა აი არა ვარ აი ის რაღაცა ეხლა რომ მოდაში არის ეგ სიყვარული არ მომწონს მე რომ მართლა რო გრძნობები არის გამქრალი და მარტო გართობაზე რო ხართ გადასულები და მატერიალზე რო ფიქრობთ და რაღაცა ანუ მართლა აი ძალიან რაც დრო გადის მით უფრო საშიშია რომ სწორი ადამიანი იყო თორე გათხოვებას რა უნდა ხალხო ეხ ხვალვე გავთხოვდები რომ მოვინდობო ოღონდ ვიღაც ბანძ ტიპთან და ბანძში ვგულისხმობ უხეირო ტიპს რა აი შეიძლება რომ აი მიყვარხარ მაგრამ აი სახში იჯდეს ამ ბირჟაზე იდგეს 24-ში ეგეთი ტიპები ყრია კაცო რამდენი წინდა მაგრამ ეხლა აი პრობლემაც მაგაშია საქმეთ პრობლემა არა საქმეთ მაგაშია რომ ეგეთი ტიპები არიან ოხრად მაგრამ ის ადამიანები ვინც წრფელ გრძნობებზე ამყარებენ ურთიერთობებს თითქმის არ არსებობენ და რაც დრო გადის მით უფრო ქრებიან ან ეშინიად გამოხატვა და სადღაც არიან დამალულები და ნუ ხართ დამალულები გამოდით წითელი დროშა თქვენი წითელი მოიცა რა ეხა დავაკვირდი გამოდი წითელი დროშა შენია რო ვიძახდით ხოლმე და მლახუჭაში და ხუჭობანაში რატო წითელი და არა მწვანე მგონი მაგ თამაშის ბრალია რომ ეხა ამდენი რედ ფლეგიანი ადამიანი არსებობს ანუ მაგას რო ვიძახდით ხოლმე რომ გამოდი წითელი დროშა შენია გამოდიოდნენ და ეს წითელი დროშები რო დააგროვეს ეხა გაიზარდნენ ეგ ტიპები და იქცევიან როგორც red flag-ები oh my god ეხა გავიაზრე მაგიტომ პატარები რო იწყებენ ხოლმე ამ დეითობანას ეგ მაგათ უფრო აქვს პერსპექტივა რა ნუ შეიძლება ვიღაცა არასწორ გზაზე წავიდეს და ვიღაც რაღაც სახელები და იარლიყებია ერთყას და ეგ შეიძლება სწორი იყოს ან არასწორი მაგრამ სწორი გზაც ხო არსებობს რა აი რო იწყებ დეითობანას 15 წლის ასაკში შეიძლება ვიღაცას შეხვდე და ნუ მაშინ რა თქმა უნდა მოწონება და სიყვარული არიციან და რა არის რაღაცა ნუ სიყვარული ის სიყვარული სხვა არის მე მგონია რომ მე მგონია კი არა და ეგ ხო წესია რომ ცხოვრებაში ადამიანს სამჯერ უყვარდება იმ ციგნში არ წავიკითხე ხო სამჯერ უყვარდება მგონი პატარაობისას 30 წლის ასაკში მესამე არ მახსოვს თუ 30 არის მესამე აუ არ მახსოვს რა მაგრამ ხო ხვდებით რას გულისხმობ რაღაც ეგეთი ჯერა მაგის რა მართლა იმიტომ რომ 30 წელი აი თუ გადალახეთ რომ 30 წლის ასაკში ხართ იმ ადამიანთან ვისთანაც იყავით 15 წლის ასაკშიც აი ძალიან მაგარი ეგ ურთიერთობა არასდროს დამთავრდება ნუ შეიძლება რაღაცა ბეზრების მომენტი იყოს ალბათ არ ვიცი მე როგორც გამოსდელი ვერ ვიძახი ბევრ ამას რა მაგრამ გონია რომ ეგეთი ურთიერთობა არასდროს დასრულდება კიდე იმას ძახიან რომ აი ურთიერთობაში თუ ხარ 3 წელი ეგ 3 წელი არის პირველი რაც უნდა გადალახო მერე თუ გართულ და დაშორდებით მაგრამ თუ კიდე ისე წავიდა როგორც ეს პირველი 3 წელი წავიდა მერე იქნებით ბოლომდე ერთად რა და არ ვიცი ხა მე როგორც უკვე მე ასე ვამბობ ჩემი გამოსვლების ხარჯზე ვერ ვიტყვი ვერაფერს არგუმენტებით ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ სხვები რას იძახიან იმას ვამბობ მაგრამ რაშიც ვეთანხმები რა რატო ვეთანხმები რავი ეგრე მგონია უბრალოდ რა ეხა რატო უნდა ვეთანხმებოდ ხო და ისე რა ქვია რა უნდა მეთქვა კიდე მოკლედ ამიტომ დასკვნა არის ის რომ გათხოვება კი არ მინდა მაგრამ მინდა რომ შევხვდე სწორ ადამიანს მოხარული ვიქნები რომ სწორ ადამიანს შევხვდე და ეგ იყოს პირველიც და უკანასკნელიც რა აი მისჩევნია რა მინდა და სხვას არც მოკლედ ერთგული ურჩები იმ ადამიანის მიმართ რომელიც არ თქვი ვიცი ვინ არის და არ თქვი ვიცი იქნება თუ არა
forever. Okay. თან არც ვიცი, სწორად ვაკეთებ, სწორად ვიქცევ. მე ხო გითხარით, რომ არ ვიცი რას ვაკეთებ, რა მინდა, საით მივდივარ. რას გავურბივარ თუ არა. მაგრამ ხო რა, თქვენ რა სიტყვით მომიყევით რა თქვენი სიყვარულის ისტორიები. მადლობა.